გადაცემის ამ ნაწილში ენერგოეფექტურობის რეფორმაზე ვისაუბრებთ, შევაფასებთ მის პროგრესს, რამდენად იცავს ქვეყანა ენერგოეფექტურობის დადგენილ სტანდარტებს და რა იქნება რეფორმის შემდგომი სამიზნე. კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს დაამტკიცა. ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების დაცვა 2023 წლიდან გახდა სავალდებულო, კერძოდ ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სამშენებლო ნებართვები აღარ გაიცემა. აღნიშნული ეხება ყველა ახალ შენობას განურჩევლად საკუთრების ფორმისა, თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. რეფორმის შემდეგ ეტაპზე შენობებს ენერგოკლასი მიენიჭება, რომელიც განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის რა სტანდარტს შეესაბამება შენობა. სტატუსი შენობებს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირმა უნდა მიენიჭოს, შესაბამისად გათვალისწინებულია ახალი პროფესიის შემოღება, რომლის მიერ შენობის ენერგოინსპექტირების სერტიფიკატის გაცემის გარეშე შენობები ექსპლუატაციაში აღარ მიიღება. რეფორმის შემდეგ ეტაპზე კიდევ სხვა არაერთი რეგულაციის ამოქმედება აგეგმაში, რამაც ქვეყანაში ენერგოეფექტურობის სტანდარტების დამკვიდრებას უნდა შეუწყოს ხელი. ამ მიმართულებით რეფორმის გატარებაში საქართველოს ევროკავშირი ეხმარებოდა, აღნიშნული დონორული დაფინანსება ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის სახით საქართველოს მთავრობისთვის 8 მილიონი ევროს დაფინანსებას ითვალისწინებდა. რა გაკეთდა ევროკავშირის დახმარებით, რა პროგრესი აქვს რეფორმას, სად გვაქვს ჩამორჩენა და რა ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის კანონი მომავალში. ენერგეტიკის მიმართულებით, უფრო დეველოპმენტის მიმართულებით საკონსულტაციო კომპანია მესის ხელმძღვანელი ვახტანგ ბეგაშვილი შემოგვიერთდა თემაზე სასაუბროთ სტუდიაში. ვახტანგ, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. თქვენ უშუალოდ ხართ მონაწილე ამ რეფორმის პირდაპირ ჩართული, მოკლედ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე აქტიურად ეხმარებით საქართველოს მთავრობას ენერგოეფექტურობის სტანდარტების მიღებაში, დამკვიდრებაში. პირველ რიგში მინდა რომ ამ რეფორმის პროგრესში შევაფასოთ, დღეს სად ვართ, რა ტიპის რეგულირების ჩარჩო დოკუმენტები არსებობს ამ რეფორმის ფარგლებში მიღებული და ის რაც უკვე მიღებულია, როგორ სრულდება პრაქტიკაში, რამდენად ხდება ამის აქტიური მონიტორინგი. მშვიდობის ელენე, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სწორედ ახსენეთ, რომ შევხვდებით ხოლმე და მიხარია, რომ დღესაც შეგვიძლია რაღაც პროგრესზე ვისაუბროთ ენერგოეფექტურობის მიმართულებით. უნდა შეგასწოროთ პროექტი თქვენ წარსულში ახსენეთ, რომ ევროკავშირის მიერ ფინანსდებოდა, ეს არა პროექტი არ მეჩვენებოდა. მოვიკითხოთ დღეს რა ხდება, ამიტომ ეს პროექტი გრძელდება, ამ ფორმულირებით დიახ. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ევროკავშირის საქართველოს შორის გრძელდება, დიახ, პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ 8.5 მილიონი გამოყო ევროკავშირმა და პროექტი ხორციელდება გერმანიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით. პროექტი ეხმარება საქართველოს მთავრობას ევროკავშირის რიგი დირექტივების ტრანსპოზიციაში საქართველოს კანონმდებლობაში. ამ მიმართულებით ორი დირექტივა არსებობს და შესაბამისად პარლამენტმა ორი კანონი მიიღო. ერთი თქვენ ახსენეთ, ეს არის ენერგოეფექტურობის კანონი და მეორე არის ენერგოეფექტურობის კანონი შენობებში. ორივე კანონიდან საქართველოს მთავრობას ვალდებულება ჰქონდა შეემუშავა 30 კანონქვემდებარე აქტი. 19 ენერგოეფექტურობის მიმართულებით და 11 შენობების ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ამ დღეისთვის უკვე 25 არის მიღებული და დანარჩენ 5-ზე მუშაობა მიდის და დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომისთვის დასრულებული იქნება მთლიანი პროცესი. მნიშვნელოვანია ბოლო ორი მიღებული რეგულაცია. აპრილში 8 აპრილს საქართველოს მთავრობა მიიღო ორი დადგენილება, ნომერი 107 და ნომერი 108. ნომერი 107 არეგულირებს 4 ახალი პროფესიის სპეციალისტების სერტიფიცირების წესს. ეს 4 პროფესია არის, ერთი არის წარმოებისა და ტრანსპორტირების ენერგოაუდიტის სპეციალისტი, მეორე არის შენობების, ანუ ენერგოაუდიტის სპეციალისტი, მესამე არის შენობების გათბობის და გაგრილების სისტემების პერიოდული ინსპექტირების ინსპექტორი და მეოთხე ენერგო სერტიფიცირების ექსპერტი. ამ 4 მიმართულებით მოქმედი სპეციალისტებმა უნდა გაიარონ სერტიფიცირება, მიიღონ ოფიციალური სერტიფიკატი, იარსებებს რეესტრი ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ, რომელთაც სახელები იქნება გამოქვეყნებული და დაინტერესებულ კერძო თუ იურიდიულ პირს, რომელსაც დაჭირდება ეს სერვისი ამ 4-დან, შეუძლია მიმართოს ამ ექსპერტებს, შეუკვეთოს სერვისი და მიიღოს ოფიციალური სერტიფიკატი, რომელიც იქნება აღიარებული საქართველოს კანონმდებლობით. ვახტანგ, ჩვენ რამდენად გვყავს ადამიანური რესურსი, ან რა კვალიფიკაციის კადრებს შეუძლიათ მსგავსი სერტიფიკაციო კურსების გავლა და შესაბამისად კვალიფიკაციის მიღება ამ ნაწილში. რა ტიპის კადრებზე ვსაუბრობთ და შესაბამისად
შესაბამისი რაოდენობის კვალიფიციური კადრები თუ გყავს ქვეყანაში? თვითონ ვთქვათ ეს ინჟინერებზე და არქიტექტორებზეა საუბარი, ახლა დაწუნებული ვარ ბევრი არქიტექტორია საქართველოში და ინჟინერიც. და არსებობს ორი გზა, თუ როგორ უნდა მიიღოს სერტიფიცირება ექსპერტმა. ერთი არის გამოცდილი კადრებისთვის, არსებობს გრადაცია, აკადემიური გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს არის პროფესიული განათლების მქონე ადამიანი თუ ბაკალავრის თუ მაგისტრის მქონე ტიტულის მქონე ადამიანი და შესაბამისად ორი კომპონენტის დაჭრობით ერთი არის აკადემიური განვითარება, მეორე არის პროფესიული გამოცდილება და შეიძლება მიიღოს სერტიფიცირება. თუ ადამიანს არ აქვს გამოცდილება და არ აქვს თქვა თუ უნარჩვევები, მაგრამ აი დაინტერესებული არის განათლების მიღებით, არსებობს პროფესიული გადამზადების გზა. ჯერ მიმართონ შესაბამის ტრეინინგ ცენტრებს, რომელთანაც ჯერ თვითონაც უნდა გაიარონ აკრედიტაცია და შესაბამისად ეგეთი განათლება ბაზარს და როცა გადამზადება მოხდება და სრულდება წარმატებით, გამოცდის ჩაბარებით, მაშინ შეძლებენ კი ბატონო, ახლა უშუალოდ იგივე ენერგოაუდიტის ჩატარება სავალდებულო წესით როდიდან ხდება შესაძლებელი? ანუ ამ კადრების გამოყენებით შესაბამისად ვის წარმოეშობა ამ მსგავსი ტიპის ვალდებულება? აქ მხოლოდ საწარმოებზე ვსაუბრობთ თუ ასევე ტრანსპორტის სფეროშიც არის ასევე და შენობებშიც, აი როდიდან შემოდის ეს ვალდებულებები მოკლედ და ვისთვის? თისაწარმოებს აქვს ვალდებულება წარადგინონ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ენერგოაუდიტის დოკუმენტაცია. ანუ ეს კანონი მიღებული, ეს დადგენილება მიღებული იყო უკვე, ის ძალაში არის, ანუ მომბოლი 5 წლის მანძილზე წარმოების და ტრანსპორტირების სექტორში მომუშავეთ სულ კომპანიებს, ეს პირველი კატეგორიის საწარმოებს ეძახით, მაგათ ეს ვალდებულება გააჩნიათ. შენობებში უნდა განვასხვაოთ, ვალდებულება იქნება სერტიფიცირების. ენერგოაუდიტი და სერტიფიცირებაში განსხვავებაა, სერტიფიცირების ექსპერტი აკეთებს შენობის ანალიზს და ანიჭებს მას კლასიფიცირებას. თუ შენობის მფლობელს აქვს სურვილი, რომ გაუმჯობესოს შენობის ენერგოკლასი, მას შეუძლია ასევე ენერგოაუდიტი. ეს მათ სურვილზეა დამოკიდებული, ეს ვალდებულება არ არის მათთვის? ჯერჯერობით სურვილზეა საუბარი. დიახ, ვალდებულება არაა შემოსული მაგ ხრივ და ენერგოაუდიტორი იძლევა რეკომენდაციებს თუ რა საშუალებით შეიძლება მოხდეს ენერგოკლასიფიცირების გაუმჯობესება. მაგრამ ეს მიმართულება ასევე მნიშვნელოვანი არის შენობის დაგეგმარების კუთხითაც. თქვენ ახსენეთ, რომ ძალაში არის მინიმალური მოთხოვნები. დიახ. ამის ეს მინიმალური თორემ ისე ჟღერს, რომ ეს არის მინიმალური სტანდარტი, რომელიც შეიძლება შენობას ჰქონდეს. მომავალში როცა კლასიფიცირების დადგენილება შემოვა, ეს იქნება D კლასის შენობა. მაგრამ თუ დეველოპერს ან კერძო პირს უკეთესი კლასის შენობის დაპროექტება უნდა დაჭირდება ანუ ენერგოაუდიტის უნარჩვევების გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელიც ურჩევს თუ როგორ რა ხარისხ ოპტიმალური გზებით შეძლოს დეველოპერმა უკეთესი შენობის პროექტირება. კი ბატონო, რაც შეეხება უშუალოდ ენერგოაუდიტს, თუ არ ვცდები 4 წელიწადში ერთხელ არის, ხომ? ან ესეც ნებაყოფლობითია ამ ნაწილში, აი თუ მაგალითად ვერ დააკმაყოფილებს მიღებულ შესაბამისი ჯარიმები არსებობს. ან საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს. არ არის ნებაყოფლობითია, სავალდებულო არის ენერგოაუდიტის გატარება. ჯერ არ არის სავალდებულო რა იმის შეცვლა მომავალში, მაგრამ უნდა ნათელი იყოს თუ რა ხდება საწარმოში, რა ბონუსებები გასატარებელი იქნება მომავალში, ეს რეკომენდაციის კუთხით იქნება მხოლოდ, მაგრამ თვითონ ენერგოაუდიტი სავალდებულოა. კი ბატონო, და ჯარიმების გარდა ალბათ მოუწევთ კონსტრუქციის შეცვლა ალბათ, ხომ? სამომავლოდ რომ დააკმაყოფილონ მოთხოვნები. ანუ მოთხოვნა მხოლოდ ენერგოაუდიტის გატარებაზე არის და არა ღონისძიების გატარებაზე, გაუმჯობესებაზე. ეს ალბათ მომავალი ალბათ საჯარიმო სანქციებს ურჩევნიათ, რომ რაღაცა სტანდარტები ამ კუთხით დაიცვათ სამომავლოდ. ბევრი უკვე იცავს მაგასაც. კი ბატონო, ჩვენ დასაწყისში შემისწორეთ კიდევაც წარსულში მქონდა მოხსენებული, რომ ეს რეფორმა ხორციელდება ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით. საკმაოდ სოლიდური თანხები იყო ბოლო 4 წელიწადში, თუ არ ვცდები, ეს იყო 8 მილიონი.
დღეს ახლა სულ განსხვავებულ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, ვიცით რომ რიგი პროექტები, რომელიც ხორციელდებოდა სწორედ დონორული დაფინანსებით, მათ ურჩევნიათ უფრო კერძო სექტორისკენ მიმართონ ეს რესურსები მთავრობასთან არანაირი კომუნიკაცია აღარ გქონდეთ ამ ნაწილში. აი ამ პროგრამას რაიმე საფრთხე ხომ არ ემუქრება, როდის სრულდება ეს ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა და ამ ნაწილში რა ხდება მოკლედ რომ განგვიახლოთ ინფორმაცია. ჩვენი პროექტი ორფაზიანია, პირველი ფაზა ახლა მთავრდება მომავალ თვეს და სასიხარულოა რომ პროექტი გაგრძელდა, ანუ მეორე ფაზის განხორციელებაც მიმდინად დაიწყება ივლისში, ეს პროექტის არსიდან გამომდინარე ვახსენე რომ რეგულირებული რეგულაციები იყო შესამუშავებელი, რასაც მთავრობას ვეხმარებოდ, დიდ და ვეხმარებით. ეს პროექტი, ანუ ეს ფაზა დამთავრდება და პროექტის განხორციელება უკვე ნიშნავს თვითონ ენერგო აუდიტების, სერტიფიცირების განხორციელებას, ექსპერტების დახმარებას. ეს უკვე კომბინირებული არის, ნაწილი მთავრობის დახმარება, ნაწილი კერძო სექტორისაც, მაგრამ სასიხარულო ჩვენი პროექტის ფარგლებში დახმარება გრძელდება და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ საფრთხეს მის გაჩერებას. კი ბატონო, ანუ კიდევ მეორე ფაზა რა ვადებს მოიცავს ვახტანგ? მომავალი 2 წლის მანძილზე ვიმუშავებთ მაგ მიმართულებით. კი ბატონო და ჩვენ ვისაუბრეთ სერტიფიცირების წესები უკვე გამოქვეყნებულია. აი ვისაუბრეთ მათ შორის ვინ შეიძლება იყოს ის კადრები, საჭირო კადრები ამ მიმართულებით. თუმცა ხშირად გვესმოდა ასევე შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ აი თუნდაც ამ სერტიფიცირების დროს რაიმე მექანიზმები არის თუ არა გადამზღვევი, რომ რაღაც გარიგებები თუნდაც კორუფციული გარიგებები ავირიდოთ თავიდან აი ამ ნაწილში რეფორმის ფარგლებში რა ტიპის მექანიზმებია გათვალისწინებული. აი თუნდაც დღეს უკვე მიღებული რეგულაციები როგორ სრულდება, რამდენად იცავს თუნდაც კერძო სექტორი იმ დადგენილ სტანდარტებს, ამის შემდგომი მონიტორინგი რამდენად ხორციელდება, ეს ვისი პრეროგატივაა? თავარი ალბათ რომელიც თქვენ ახსენეთ რეგულაციებიდან ეს არის მინიმალური მოთხოვნები. მინიმალური მოთხოვნებისთვის დასაკმაყოფილებლად საჭირო არის დეკლარაციის წარდგენა არქიტექტურის სამსახურებში, რომელიც გაცემეს სამშენებლო ნებართვას. დღეისთვის თუ არ ვცდები 27000 სერტიფიკატია გაცემული, ეს ძალიან დიდი შთამბეჭდავი ციფრია და მხრივ რეგულაციებს იცავს სექტორი. მის აღსრულებაზე უკვე სამშენებლო ნებართვის გაცემის შემდეგ პასუხისმგებელი არიან supervisory, როგორ არის ქართულად ბოდიში, ზედამხედველობის სამსახურები. დიახ. მუნიციპალური ზედამხედველობის. მუნიციპალური სამსახურები. ხოლო შემდეგში როცა სერტიფიცირების საკითხი დადგება, ანუ სერტიფიცირებას როგორც ვახსენეთ, ახორციელებენ პროფესიონალები, რომელთაც შესაბამისი სერტიფიკაციაც აქვთ ამ პროფესიის განხორციელებისთვის. თუ რაღაც დარღვევებს ექნება ადგილი, მათ ზედამხედველობას და მონიტორინგს ახორციელებს ეკონომიკის სამინისტრო, იქნება ამ ექსპერტების ზედამხედველობა, შემოწდება მაგათი სამუშაო, თუ მოხდა გამოვლინება იმ ფაქტების, რომ რეალობა და დოკუმენტი განსხვავდება, თავისთავად ცხადია, რომ პირველ რიგში დაკარგავენ სერტიფიცირებას და ამ პროფესიაში ვეღარ იმოქმედებენ და ალბათ თუ ახლა კორუფციაზე და რაღაც თვალთობაზე საუბარი, ალბათ სუდის სამართლის საკითხის დადგება. ამიტომ ეს აღსრულებაც უკვე საერთო სამართალში ხდება. კი ბატონო და ბოლოს ვახტანგ შეჯამებისკენ რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, აი შემდგომ ეტაპზე უკვე ერთია რომ სერტიფიცირების საკითხის შემოდის, ეს არის ნებაყოფლობითი, ენერგოაუდიტს რაც შეეხება ეს უკვე არის 4 წელიწადში ერთხელ სავალდებულო წესით, ანუ კიდევ რა ეტაპებია დარჩენილი, რომ კერძო სექტორმაც მათ შორის გაითვალისწინოს ეს. სწორედ თქვა და სერტიფიცირება და ენერგოაუდიტი. ენერგოაუდიტი საწარმოებშია სავალდებულო, სერტიფიცირება სავალდებულო იქნება ყოველი შენობის გაყიდვისა და გაქირავების შემთხვევაში, ან ახალი შენობის ექსპლუატაციის მიღებისთვის. ეს ერთ-ერთი ბოლო 5 რეგულაციიდან რომელიც ჯერ მიღებული არ არის, ამაზე მუშაობა მიდის. მაგრამ რთული და მძიმე თემაა და ამიტომ მაგაზე დიდი ხანი მუშაობთ უკვე და დასრულების ფაზაში არის ეს წესი შემოვა ალბათ შემოდგომაზე და მე როგორ შევხვდეთ და მაგაზე ვისაუბროთ ალბათ მაგის შემდეგ.
კი ბატონო, ანუ ეს ნიშნავს, რომ გაყიდვის ან გაქვირების დროს ჩვენ მოგვიწევს გარკვეულწილად რაღაც სერტიფიკატი წარმოვიდგინოთ მის შემდგომ მფლობელს, რომ მან იცოდეს რა ტიპის ქონებას ყიდულობს. კი ბატონო, ვახტანგ, უღმესი მადლობა. როგორც ყოველთვის ჩვენთან თანამშრომლობისთვის და ინფორმაციის გაზიარებისთვის. ვნახოთ დარჩენილი აქტების შემთხვევაში, როდის რა ვადები იქნება გათვალისწინებული ამ შემდგომ რეგულაციის შემდგომ ეტაპზე ამოქმედებისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ სტუმრობისთვის. მადლობა ვახტანგ ბეგაშვილს ვებშვიდობებით, ის დეველოპმენტის მიმართულებით საკონსულტაციო კომპანია მესის ხელმძღვანელია.